საქართველოში კნაუფი არის 1998 წლიდან. აქ ჩამოყალიბდა მარკეტინგული ფირმა, რომლის მოვალეობა იყო საქართველოში შეექმნა მოთხოვნა მშრალი მშენებლობის მასალებზე და ყოფილიყო სტაბილური ბაზრის წინა პირობები შექმნილი. $96-98-მდე გავხდით უკრაინაში, იგივე მიზნებით და მაშინ იქ წავიდა ყველაფერი კარგად. მის შემდეგაც მე გადაწყდა, რომ ერთ-ერთი ოფისი უნდა გაახსნილიყო აქ საქართველოში და მე წამოვედი ამ ოფისში სამუშაოდ. ძირითადად ჩვენი მოვალეობა იყო საქართველოში მონახვა იმ ფირმების, რომლებიც საშენი მასალებით ვაჭრობდნენ და ამ ფირმების დაკავშირება კნაუფის ქარხნებთან სხვადასხვა ქვეყნებში. ეს იყო აფხაზეთის ომის და სამოქალაქო ომის შემდგომი პერიოდი, როდესაც ქვეყანა ფეხზე დგებოდა. უკვე იყო დასავლეთიდან შემოსული პროექტები, რომლებშიც აუცილებლად უნდა გამოყენებული ყოფილიყო ეს ჩვენი თამაში მოყავს ფილა. 90-იანი წლების ბოლოს ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან და ინვესტორებთან ერთად დავიწყეთ ძალიან დიდი პროექტის განვითარება, რომელიც მოიცავდა სასტუმრო თბილისი მარიოტს და სასტუმრო თბილისი კორტიარს. ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც რა თქმა უნდა იქნებოდა გრძელვადიანი, სადაც ჩვენ შემოვიტანდით ხარისხის ახალ ელემენტებს, სადაც ჩვენ შემოვიტანდით კულტურას, მათ შორის სამშენებლო კულტურას, მომსახურების კულტურას და ასე შემდეგ. 90-იანი წლების ბოლოს ჩვენ დავიწყეთ სასტუმრო თბილისის რეაბილიტაცია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო რამოდენიმე საკითხი. პირველ რიგში შეგვექმნა ისეთი დონის ობიექტი, რომელიც დროს ყველანაირად გაუძლებდა და სადაც ჩვენ შემოვიტანდით მშენებლობის და მომსახურების ხარისხის ახალ ელემენტებს. ჩვენ ერთად შევარჩიეთ ისეთი მომწოდებელი, რომელიც იმ დროისთვის და დღესაც იყო მსოფლიო ბაზრის ლიდერი. ყოველგვარი რაღაც ხარისხის და ტექნიკური დათმობების გარეშე ჩვენ ორივე ობიექტზე გავაკეთეთ თავიდან ბოლომდე კნაუფის სისტემებით და მათთან ერთად ჩვენ შევძელით შეგვექმნა ობიექტი, რომელმაც დროს უკვე გაუძლო და რომელიც კიდევ ძალიან ბევრი წლის ძალიან ინტენსიურ დატვირთვას გაუძლებს. გრადაცია არის დილერების, იმის მიხედვით თუ როგორია მათი ბრუნვა, შესაბამისად კნაუფი არჩევს მათში პრემიუმ პარტნიორებს და დილერებს. დილერების ქსელი საქართველოში 40 დილერს მოიცავს, სადღაც 3000 კაცამდეა მთელ საქართველოში, 300 სავაჭრო წერტილი და ასე შემდეგ. 2004 წელს მივიღე გადაწყვეტილება და დავაფუძნე კომპანია Bautech Georgia. მოგეხსენებათ 2004 წელს თაბაში მუყაო ცოტა ისეთი უცხო პროდუქტი იყო რა საქართველოს ბაზარზე. 2004 წელს კნაუფის დილერები გავხდით. დღეს რო შეფარდება გავაკეთოთ 9 საათში ერთხელ ვყიდით 100 ფილას. იქიდან გამომდინარე რომ დღეში 100 ფილას ვერ ვყიდით 2004 წელს. 2010 წლიდან უკვე მიიღეს გადაწყვეტილება ბატონ გიორგი ჯაფაიძის ხელმძღვანელობით და მოგვენიჭა პრემიუმ პარტნიორის სტატუსი. მომხმარებელიც გაიზარდა, იქიდან გამომდინარე, რომ შედარება გააკეთა გაჯთან და მაგალითად ჩვენ ვავიღოთ ჩვენი იზოჯერგიფსი. კნაუფ ფირმა, მოგეხსენებათ, რომ ოჯახური ბიზნესი არის დაფუძნებული და გიორგისთან გამომდინარე, მინდა რომ აი ზუსტად ისე მივიღეთ და დღემდე ალბათ ისე ვახორციელებთ, რომ გიორგიც აი ესე ჩაერთო საქართველოში და მიდგომის დამსახურება ჩვენი კნაუფ ფირმის წარმატებაც. ჩვენი და კომპანია კნაუფის ურთიერთობა იწყება 2003 წლიდან. მოგეხსენებათ, კომპანია კნაუფი არის ოჯახური ბიზნესის პრინციპებზე აგებული და ჩვენც 2003 წლიდან ჩვენც გავხდით ამ
ოჯახის წევრები, ასე ვთქვათ, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო და ასევე სტაბილურობის გარანტია. დღესდღეობით ჩვენ კომპანია ჩვენ საწყობებში არსებული მასალების ასორტიმენტი სრულიად აკმაყოფილებს როგორც საცალო მომხმარებლის მოთხოვნებს, ასევე დეველოპერების მოთხოვნებს. ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა იზრდება ყოველდღიურად, ყოველწლიურად. არაერთი მსხვილი დეველოპერული კომპანია თანამშრომლობს ჩვენ კომპანიასთან. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე კნაუფის პროდუქციის ასორტიმენტი სრულიად აკმაყოფილებს თანამედროვე ყველა გამოწვევას და ბაზრის მოთხოვნებს. 15 წლის წინ ბაზარი გაჯერებული იყო გაურკვეველი წარმომავლობის სარემონტო მასალებით და ჩვენი სტრატეგია იყო ჩაგვენაცვლებინა ევროპული სტანდარტების შესაბამისი პროდუქციით. კნაუფის დახმარებით შესანიშნავად მოვახდინეთ მოსახლეობა დაგვერწმუნებინა ხარისხის უპირატესობაში. იქიდან გამომდინარე, რომ კნაუფს გააჩნია ძალიან ბევრი დასახელების სარემონტო პროდუქცია, ჩვენი ასორტიმენტი გაიზარდა მომხმარებლისადმი შეთავაზება და აქედან გამომდინარე შესაბამისად გაგვეზარდა ბრუნი. ჩვენ თანამშრომლობთ სამშენებლო კომპანიებთან და ვთავაზობთ კნაუფის ინოვაციურ სარემონტო მასალებს, რამაც აამაღლა მშენებლობის ხარისხი და დააჩქარა მშენებლობის ტემპი. როდესაც ხალხი ამას ხედავდა, თუ როგორ სწრაფად და კარგად შეიძლება მაღალი ხარისხის ინტერიერის მიღება, ნელ-ნელა ამან მოიკრიბა ძალა და 10 წლის შემდეგ 2008 წელს მიუხედავად იმისა, რომ ომი იყო საქართველოში 4 მილიონი კვადრატი გაიყიდა. ეს უკვე იმის წინაპირობა იყო, რომ საქართველოში აშენებულიყო ქარხანა. თავიდან ოფისში მუშაობდა 2 ადამიანი, მე და ფინანსები. ეხლა უკვე საქართველოში თვითონ ამ ქარხანაში და ვაჭრობაში, რასაც ჩვენი სისტემებით ვაჭრობა ქვია, დაკავებულია 100 კაცი, ესე იგი წარმოება და გაყიდვები ერთად. ამ ტექნოლოგიებს, ამ მასალებს ჭირდებოდა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მუშახელი. ამ ხელოსნების აღზრდა, განათლება და მათი დატრენინგება ხდებოდა თავიდან საქართველოში არსებული სამშენებლო კოლეჯების ბაზაზე. არსებობდა საქართველოში სამშენებლო პროგრამების მიმართულებით სტანდარტები, პროგრამები, არსებობდა კვალიფიციური კადრები. კნაუფ საქართველოს დახმარებით ზუსტად ამ პრობლემებზე იქნა ნიშა დადებული. პროფესიული განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა სკოლა გახდა ქობულეთში. კნაუფის დახმარებით შეიქმნა ძალიან ბევრი სახელმძღვანელო სამშენებლო მიმართულებით და ათასობით სტუდენტი გადიოდა ამ სამშენებლო პროგრამას, კურსს. სურვილის შემთხვევაში შეიძლება 100% შესაძლებლობა იყო პირდაპირ გასულიყო ბაზარზე და ეშოვა სამსახური. კნაუფი ეხმარებოდა ჩვენ სტუდენტებს და ჩვენს სასწავლებელს იმ სამშენებლო მასალებით, რომელიც თანამედროვე მაღალი ხარისხის სტანდარტულობით გამოირჩეოდა. მინდა ვთქვა, რომ კნაუფ საქართველოს დახმარებით სამშენებლო სექტორში მოხდა რევოლუციური ხარდაჭერა. ქარხნის წარმატება გათვლილია არა მარტო საქართველოზე, არამედ ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე. ჩვენ პროდუქციას ვყიდით როგორც სომხეთში, ასევე აზერბაიჯანში. ყველაფერი უცხოეთიდან შემოდიოდა. ეხლა ნელ-ნელა ვცდილობთ, რომ ადგილობრივ ლეველზე გავადავიდეთ. ამისათვის ვიწყებთ ადგილობრივი თაბაშირის კარიერის დამუშავებას, გვაქვს კირქვის კარიერებთან ურთიერთობა და სხვადასხვა მასალებით ვაპირებთ აი შემოტანილი მასალების ქართული მასალებით ჩანაცვლებას. 2010 წლიდან მოყოლებული საქართველოში ჩვენ მარტო კნაუფის საქართველოში ნაწარმოებ მასალას ვყიდით და 2017 წელს უკვე მოხდა წარმოების ISO სერტიფიცირება.
2007 წლიდან ვარ ბათუმში, თავიდან სახელმწიფო სამსახურში, შემდეგ უკვე როგორც მოქმედი არქიტექტორი, ანუ კერძო სექტორში მოქმედი არქიტექტორი და ფაქტობრივად კნაუფთან უკვე ალბათ 10 წელზე მეტია, სადღაც 15 წელია უკვე თანამშრომლობ და მნიშვნელოვანია, რომ კნაუფი ყოველთვის ცდილობს ის ახალი ინოვაციები, რასაც თავის კომპანია ნერგავს, გადმოცეს და გაუზიარებს ბათუმელ არქიტექტორებს, დაგში მოქმედ სპეციალისტებს. ხშირად ტარდება სემინარები, ვორქშოპები, შეხვედრები და სასიხარულოა, რომ კომპანია ყოველთვის აწვის ახალ ინოვაციებს და ინფორმაციულ თვალსაზრისით მოქმედ არქიტექტორებს და მშენებლებს. მოგეხსენებათ, რომ ბოლო 10 წლეულების მანძილზე საკმაოდ ინტენსიურად ვითარდება სამშენებლო ბიზნესი აჭარაში, კერძოდ ბათუმში. ბათუმი კლიმატური თვალსაზრისით ცოტა სპეციფიურია. აქედან გამომდინარე, ასე ვთქვათ, ეს ნესტან ბრძოლა ყოველდღიურობაში გადაიცვა სამშენებლო ბიზნესში. კნაუფი ინტერიერის დიზაინში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც სწორედ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელსაც უყენებს დამკვეთი არქიტექტორებს, მშენებლებს, პროდუქცია, რომელსაც იგი აწარმოებს, პასუხობს იმ მათ შორის გარემო პირობებს, რაც ახასიათებს აჭარას ზოგადად და ბათუმს. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი ლიდერია განსაკუთრებით ინტერიერის დიზაინში კომპანია კნაუფი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის, რასაც ახლა დღეს ვაკეთებთ, ეს სასწავლო ცენტრი ძალიან დიდი ნაბიჯი იქნება წინ გადადგმული ქართულ სამშენებლო ინდუსტრიაში. 2017 წლიდან გაჩნდა იმის აუცილებლობა, რომ კნაუფის ქარხანაში შექმნილიყო სასწავლო ცენტრი, რაშიც ჩვენ გერმანული მთავრობას დაგვეხმარა, სადაც ასევე გავათავსეთ ჩვენი მარკეტინგისა და გაყიდვებისა და ლოგისტიკური მომსახურების ოფისი. ეს არის ტრანსკონტინენტალური ფირმა და შესაბამისად მოთხოვნები და შესაბამისად ის შიდა განაწესი, რაც კნაუფს აქვს, დაამყარებულია სრულად, ესე იგი ადამიანის უფლებების, ადამიანის მოთხოვნების გათვალისწინებით და ბუნებასთან, ბუნების დაცვასთან და ეკოლოგიასთან სრულ თანხვედრაში. I'm proud of our factory in Georgia. I'm proud of the people who made this happen. I'm proud of our Georgian team, which is one of the best which we have in the Knauf family. Und man sieht richtig den Aufschwung des Landes. Man sieht an und für sich, dass es nach oben geht. Man sieht an und für sich, dass die Leute doch sehr motiviert sind. Man sieht, dass unsere Produkte doch sehr stark eingesetzt werden, vor allem in den Objekten in Batumi, aber hier bei den großen Baustellen und auch bei den Einfamilienhausbau. Knauf, 25 Jahre in Georgien. Mir gefällt besser die Aussage Sakartvelo, weil das ist die Name von dieses Land. Wir sind schon ziemlich lange Zeit und wir haben viel erreicht. Was verbunden uns wie Firma Knauf mit Georgien? Zuerst, das ist die Traditionen. Wir haben in Deutschland große Traditionen, wir haben große Traditionen in Georgien. Was haben wir noch? Was verbindet uns? Das ist Gips. Weil bei Knauf das Hauptsache ist Gips und bei Knauf Georgien auch das Hauptsache ist Gips. Alle Gipsprodukte, was wir hier produzieren, für die lokales Markt bringt uns zusammen für eine feierliche Zukunft. The Knauf team here started operations with sales and then also with an investment. So they gone through all the scenarios of development, and they've done a good job because today, if you walk around in the city, you see a lot of objects which were
built and renovated 10, 15 years ago, 20 years ago, still have our products in good shape. But I think we have to focus on system sales, on quality products. So our competitors are just working with the price and with standard products. So, and in the last 25 years we proved that we are able to sell system products, and that is, I think, the main topic. So we have to invest in the quality. We should underline that we really perform in quality. So state-of-the-art products which underline our market positions, I think that's the only possibility how we can protect our market share here on the market.